ეს პროტესტი არის მცდელობა, რომ რეგიონებში გააქტიურდეს ის ხალხი, ვინც ხედავს, რომ უსამართლობა ხდება. მე არ ვთხოვ იმას, რომ თუ ვერ ხედავენ უსამართლობას, ის კიდევ სხვა პრობლემაა. მე უბრალოდ ველაპარაკები მხალხს, ვინც უსამართლობას ხედავს, გულის სიღრმეში მაინც ფიქრობს, რომ უსამართლობა ხდება. ეს ამ ადამიანებმა სანამ დროა ხმა უნდა ამოიღონ. არავის იმედად არ უნდა იყვნენ. ეს მათი თითოეული ჩვენგანის პირადად გასაკეთებელი, ინდივიდუალურად გასაკეთებელი საქმეა. შიმშილობ იმიტომ, რომ აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობდე, სადაც უსამართლობას ეგუებიან, უსამართლობაზე თვალს ხუჭავენ. როგორ შეიძლება ჭამდე დილით, სადილობდე, ვახშმობდე და არ გეფიქრებოდეს ადამიანი მარტო საკანში რა მდგომარეობაშია დღეს. ამაზე ფიქრმა ძალიან მომიცვა. და უბრალოდ ჩემ თავს ვერ შევეწინა აღმდეგე, რომ იგივე არ გამეკეთებინა. ჩვეულებრივად ვეღარ ცხოვრობდი. კარვის იდეაც იყო, მაგრამ არ ვიცი, საბოლოოდ რაღაცა მანქანით გადავწყვიტე აქ ყოფნა და ეს არის ახლა ეს დღეები ჩემი სახლი მოკლედ. მოვარ და განერვიულებული მეგობარი, როგორც კი ეს პოსტი ნახა და მეუბნება, რომ საბანი და კამფეტები წამოგიღეო. და იმ მომენტში დაფიქრდა, რომ კამფეტები რატო წამოგიღევათ? მოკლედ ეს საბანი დავიტოვე, მაგრამ თბილ მანქანაში, როცა გათბობას ვრთავდა, არ მჭირდება საბანი. ეს პირველი დღის წარწერა. ძალიან ნერვიულობდი და ძალიან დამეზარა გაფერადება და შევსება და გუშინ ამ საბნის მომტანმა მეგობარმა ეს მეორე წარწერა კარგად გააფერადა. ეს ფორმატები წამოვიღე. წყალი წამოვიღე, მარკერი წამოვიღე. გუშინ ჩემი ძმები მოვიდნენ თბილისიდან და რაღაცები სახლიდან რაც ჭირდებოდა კიდე ჭირდებოდა არა ჩათვალეს რომ დამჭირდებოდა და ბალიშები წამომიღეს. თბილი ტანსაცმელი წამომიღეს. და წამომიღეს რაღაცა ელექტროლიტებიაო. ორგანიზმმა უნდა მიიღოსო შიმშილობის დროსო. მაგრამ ძალიან არ მომეწონა გემო და შევწყვიტე ელექტროლიტების მიღება, ისევ დავრჩი წყალზე. ეს ღამით ძალიან გადანათებული აქაურობა და ვერ ვიძინებდი და ესეც გუშინ მეგობრებმა მომცეს. ხო, ეს არის და ეს. ალი მამედოვიჩ. ვიცი. Danke, როგორ ხარ? კანადი სოფელ მუშევანიდან არის. ვიცი, ნუ მომკარგ ადამიანებს. როგორ ხართ? კარგად, რა ვიცი რა. პირველი მერი მოვიდა. 15 წუთში. ბევრი რო ვისაუბრეთ, შუა საუბარში წამოწდა იქ ხალხმა მოიყარა თავი და აი რა ვქნა ძმაო. მოვიხადე ვალიო მეტი რა. ნუ მეთქი ეხლა ხართ გულწრფელი. ცოტა გორცე გამწია და მითხრა რომ აქ ვიღაცა მთვრალი რომ მოვიდესო და რაღაცა მოხდეს, ესეც დამემუქრა, გაიგე? რაღაც. მე ქვეტექსტების კითხვა ძალიან კარგად ვიცი და არ გინდათ საუბარი თქო. დალიოს იმ ადამიანს უთხარ. სულ აქ ვარ. არცოდ არ მივდივარ მანქანაში. ადამიანზე, რომელიც ციხეში მათი მეთვალყურეობის ქვეშ არის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, ასე საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ადამიანი რეალურად არ შიმშილობს და ეხლა მე სადღაც რომ შევდიოდე, იტყვიან, რომ აი შესვენებაზე გადის და მე მოდის. მანქანაში მალე გამოილევა საწვავი და ჩემს მას უნდა ვთხოვო, რომ ჩავიდეს, ჩაასხას. და მე აქ ვიდგე ისევ ჩემი მანქანის ადგილას არც არ წავიდე და მოვიდეს, იმიტომ რომ ხილული უნდა იყოს დღეს, რითიც არგებლობენ, ხო, სხვა მოშიმშილებთან დაკავშირებით, რომ ეს ხილული არ არის მათი შიმშილობა. თავიანთი პროპაგანდით ჩვენზე არ მუშაობენ თავიანთ ამ უმრჩევლის დამშვიდებაზე. ანი რა შვება როგორ არის? კარგად არიან. სიცხე არა აქვს, მორჩი გამოძრო ანიც. ხოდა რა შვები? თამილ რა შვება? კარგად არა ვართ. არა. ხო.
ამას ვერ ველაპარაკები, არ მილაპარაკე, არ ვიცი რა ვუთხრა. ხო, ჩვენ უფრო ნაწყენები ვართ, რო არ გაგვაგებინე. სითხეს სხვა გულწრფელად. კი, აბა. ბევრ წყალს სვამ ძალიან, კი. ამ წუთასაც ხო არ სვამ, ახლა რო გელაპარაკე. არა, სვამ. ვიცი რა, ანუ მუდმივად სითხეს შენდა. სვამ წყალს, კი. გამოიძინე გუშინ. ხო, კარგად მეძინა და კარგად ვარ. ძილკაია რა. ხოსაც საიძინე, კაი. ეცადე. კი, ძილს და წყალს არ დავიკლებ. სკოლაში რა ხდება? იყო ვინმე მოსული მასწავლებელმა? ლილი მასწავლებელმა გამიღიმა შორიდან. არა, თუ ვერ გადავაფიქრებინეთ, მისვას რა აზრი აქვს? და მეუთხარი ვერ გადავაფიქრებინეთ, მეთქი და მაშინ არ მევალთ. კივა ისე რამე? ანუ რა შეგრძნება არის? არაფერი, რა არის 2 დღე? რა არის? 2 დღე არის, უშენ უკვე მესამე დღეა, იმიტომ რომ მანამდე არ გამოგიცხადებია, მაგრამ არ გიჯამია შენ. ის დღე ხო არ გიჯამია შენ, 30 არ გიჯამია. ანუ მესამე დღეა რეალურად. დაგეთყვა ისე. გახდა მასკი. კაი, რო ნერვიულობდი, აი, ფორმაში ჩავდგები ახლა. დიდი ხანი ვფიქრობდი შიმშილობის დაწყებაზე, ამიტომ რაც შემეძლო, ბევრი ვიკითხე ამასთან დაკავშირებით, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. მე წაკითხული მქონდა, რომ პირველი 2-3 დღე ძალიან შია ადამიანს, მაგრამ ალბათ ამან გადამოვატანინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ძალიან ბევრი ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და რაღაცა შიმშილზე ვერ ვფიქრობდი. ნუ 3 დღეს ეს ხალხი თუ გადამატანინებს, მე როგორც წავიკითხე, ნაკლებად შია, თუ უბრალოდ მე რაღაცა სხვა პრობლემები იჩენს თავს. ნერვიულობ დედაჩემზე ძალიან, რომელმაც როგორც გაიგო ეს ამბავი, თვითონაც შეწყვიტა საკვების მიღება და არ მინდა რომ ეს გააკეთოს, იმიტომ რომ ის ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან ცუდია, ის ნერვიულობაც ეყოფა მას, რასაც ეხლა ნერვიულობს. ავალება მე და მე მოვალ რა როცა მომხერხდება, მიხედავ საწყის. კი, არის ნერვიულო, შენ ბავშვთან იყავი უბრალოდ. მაგრამ შენ იყავი კაი. ხო. როგორც კი რამეს იქნავს ცუდად ყოფნავი. კაი. კი. ხო, ცალკე. ყველაზე მეტად მანერვიულებს, რომ ეხლა მე არ ვწდებოდე, რასაც ვაკეთებ იმაში, შეცდომა არ მქონდეს დაშვებული და ეს საერთო პროტესტი, ეს საერთო საქმეა არ დავაზიანო პირიქით მუხტის მიცემის ნაცვლად. მე თუ ცუდად გავხდები, უკვე მე ჩემ თავს მე აღარ ვეკუთვნი და მე რა იქნება, მე არ ვიცი და კონკრეტული მოთხოვნები მიწერია, მაგრამ ხედავ და ვხვდები იმას, რომ ეს ჩემი პროტესტი ამას ვერ გააკეთებს. ამის გაკეთება შეუძლია ხალხს მხოლოდ. ამიტომ ჩემი სწორება არის არ ხელისუფლება რომ შეირყევა ამ ჩემი შიმშილობით და შეასრულებს მოთხოვნებს, ჩემი სწორება არის ხალხზე. რომელიც ხედავს, რომ ვერ ხედავდეს უსამართლობას ის სხვა ამბავია, ხედავს უსამართლობას ეს ხალხი და მინდა რომ ეს ხალხი გააქტიურდეს. და ამ მოთხოვნებს ხელისუფლებას ეს ხალხი შეასრულებინებს. მთავარი ხალხი რეგიონებში იყოს აქტიური. ყველა რეგიონის ცენტრში იყოს პროტესტი და ხალხი ითხოვდეს იმას, რაც ეკუთვნის სამართალს. გიო, საწვავი ამაღამ არ მეყოფა ალბათ და შეგიძლია ახლა ჩახვიდე და შეავსო?
ხო, მე აქ დავრჩები და შენ ჩაიყვანე მანქანა და შეავსე და მოხდა. კაი. აიქთოს ფული საფულეში. აიქთოს ფული საფულეში. მაგრამ რა საბრად წეთოს კიდევ შეიძლება წყალი.